ჩინელი სტუდენტები სწავლობენ, რომ მათი წინაპრები ჯერ კიდევ 4000 წლის წინ ქმნიდნენ საკუთარი პროტოსახელმწიფოებრიობის ფორმებს იანცისა და ჰუანხეს ნაპირებთან. ამ დროის განმავლობაში მსოფლიოს ბევრ კუთხეში აღმოცენდა არაერთი გამორჩეული იმპერია. შეგვიძლია გავიხსენოთ მაგალითად ასურეთის, ოსმალეთის, რომის თუ სპარსეთის იმპერიები. თუმცა ყველა მათგანი აღორძინდა მხოლოდ იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს დაცემულიყო. ჩინელები ამაყობენ იმით, რომ მიუხედავად დროებითი აღმასვლებისა და დაცემებისა, მათი იმპერია ერთადერთია, რომელიც დღემდე უწყვეტად გრძელდება და კვლავ ძლიერდება. თუმცა მე-19 საუკუნის შუა პერიოდში ჩვენი ხედვა სხვაგვარი იქნებოდა. ევროპის კონტინენტმა მე-15 საუკუნეში პირველი საზღვაო გეოგრაფიული აღმოჩენების დროიდან უპრეცედენტო ტემპით დაიწყო გაძლიერება. ერთმანეთთან მებრძოლი სამეფოების შიდა კონკურენციით, მილიონობით მონის უფასო შრომითა და სამეცნიერო მეთოდის ადრეული ეტაპების ტექნოლოგიური პროგრესით შთაგონებულმა ევროპამ თანდათან გააფართოვა თავისი გავლენის სფერო და მე-19 და მე-20 საუკუნეებში თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა. მისი ზეწოლის ქვეშ ოპიუმის ომების შედეგად ჩინგთა დინასტიის ქვეშ მყოფი ჩინეთიც კი დაეცა. ევროპულმა იმპერიებმა და იმპერიულმა სახელმწიფოებმა, ჯერ ესპანეთმა თუ პორტუგალიამ, მოგვიანებით კი ჰოლანდიამ, გერმანიამ და განსაკუთრებით დიდმა ბრიტანეთმა ევროპა სამყაროს უპირობოდ ცენტრად აქციეს. ამ პროცესში ევროპელებმა თავიანთი ცივილიზაციის თესლი მთელ რიგ ადგილებში დათესეს. მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც ჰოლანდიელები, ფრანგები და ბრიტანელები თავიანთ კოლონიებს აფუძნებდნენ. ამ თესლიდან, რომელიც იკვებებოდა ჩრდილოეთ ამერიკის შიდა რეგიონის შესანიშნავი გეოგრაფიული პირობებითა და ემიგრირებული ევროპელების ტექნოლოგიური და ცივილიზაციური განვითარებულობით, გაიზარდა ხე, რომელმაც საბოლოოდ დაჩრდილა დომინანტი ევროპული მუხა, ამერიკის შეერთებული შტატები. 1945 წელს ამერიკამ საბოლოოდ ჩამოართვა ევროპას ლიდერობის მანტია და შექმნა ახალი იმპერია, რომელიც სამყაროზე დომინირდა. ზოგიერთის აზრით ეს იმპერია დღემდე არსებულთა შორის ყველაზე ძლიერია. თუმცა თუ ისტორია რამეს გვასწავლის, ეს არის ის, რომ აწყვამდო ამარეობის მომავალზე პროექცია არ არის საუკეთესო პროგნოზირების მეთოდი. იმპერიული ციკლი ათასობით წლის განმავლობაში განუწყვეტლივ მეორდება. დაბადება, აღმასვლა, ზენიტი, დეგრადაცია და დაშლა ან ტრანსფორმაცია. დღეისთვის ჩვენად შეგვიძლია ამ ბორბალზე სამივე ძალოვანი ცენტრი მოვათავსოთ. მიუხედავად ამისა, ისევე როგორც შეცდომა იქნებოდა მიმდინარე მდგომარეობის პროექცია მომავალზე, ასევე არასწორია ჩათვალო, რომ იმპერიული ციკლი სწორხაზოვნად და წინასწარ განჭრეტილად მიმდინარეობს. ცალკეული პერიოდები შეიძლება არაპროპორციულად განხანგრძლივდეს, ან პირიქით ძალიან სწრაფად გადაელახოს. ზოგი ფაზა ერთმანეთს გადაეფაროს, ან ზოგიც საერთოდ გამოტოვებულ იქნას. ფაქტია, რომ 21 საუკუნის მესამე ათწლეულში სამივე უდიდესი ძალოვანი ცენტრი, პლანეტა დედამიწის სამივე დიდი ძალა, ერთმანეთს ეჯახება და მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკუთარ თავს ასე არ მოიხსენიებენ, გვაქვს სამი იმპერია განსხვავებული ზრდის ფაზებში: აშშ, ევროპა და ჩინეთი. თითოეულს გააჩნია თავისი უპირატესობების ნაკრები და პრობლემათა სპექტრი. ყველა მათგანი ერთმანეთთან ათასობით კილომეტრით არის დაშორებული. სხვადასხვა სამეზობლოში მდებარეობს და მიუხედავად იმისა, რომ ერთი თითქოს ზრდის ფაზაშია, მეორე ზენიტზე, ხოლო მესამე დაღმასვლას განიცდის, უნდა გვახსოვდეს, რომ ზედაპირზე არსებულ მოცემულობებს ხშირად შეუძლიათ შეცდომაში შეგვიყვანონ. 1980-იან წლებში SSRK გიგანტური სამხედრო ძალა იყო უდიდესი ბირთვული არსენალით და მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკით. 1988 წელს საბჭოელებმა გაუშვეს საკუთარი კოსმოსური შატლი, ბურანი და პირველებმა გაიყვანეს ორბიტაზე პირველი კოსმოსური სადგურის სახელად მირი. 3 წელიწადში კი ეს იმპერია საკუთარი სიმძიმის ქვეშ ჩამოიშალა. როგორ გამოიყურება ამერიკული, ევროპული და ჩინური იმპერიების შეჯახება? ამაზე და კიდევ ბევრ საინტერესო დეტალზე გიამბობ ჩვენს დღევანდელ ვიდეოში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვოლორინოლზე. ეს ეპიზოდი არ იქნება მცდელობა კლასიკურად შევაფასოთ ჩვენი სამი პერსონაჟი, ჯამური ეკონომიკური, სამხედრო თუ ტექნოლოგიური მაჩვენებლებით. ჩვენ მართლაც განვიხილავთ თითოეულ ამ სფეროს, თუმცა მსოფლიო იმდენად ნიუანსური და ურთიერთდაკავშირებულია, რომ ზედაპირული შეფასებები ხშირად შეცდომაში შემყვანია. შესაბამისად, ეს იქნება გარკვეულწილად სუბიექტური თხრობა და მოგზაურობა ამ სამ უძლიერეს ძალოვან ცენტრში, რომლის ბოლოსაც შეიძლება კიდევ უფრო დაბნეულები დავრჩეთ საბოლოო ვერდიქტის მიმართ. მოდით დავიწყოთ სისტემატიზაციით. ენციკლოპედია ბრიტანიკა განმარტავს იმპერიას. მნიშვნელოვან პოლიტიკურ ერთეულს, რომელშიც მეტროპოლია, ანუ ერთი სუვერენული ხელისუფალი, ახორციელებს კონტროლს ვრცელ ტერიტორიაზე ან რიგ ტერიტორიებსა თუ ხალხებზე, ფორმალური ანექსიების ან არაფორმალური დომინაციის სხვადასხვაგვარი ფორმებით. აშშ-სა და ჩინეთის შემთხვევაში ასეთი განსაზღვრება პრობლემას არ იწვევს, მაგრამ პრობლემას სწრაფად იჩენს თავს ევროპის შემთხვევაში. თეორიულად ევროპას აქვს საკუთარი ცენტრალიზების ორგანიზმი, ევროკავშირი, თუმცა ბრიუსელის
გავლენა წევრ სახელმწიფოებზე სრულყოფილი არ არის. ვიღაცამ შეიძლება ივარაუდოს, რომ რეალური გადაწყვეტილებების მიღების ცენტრი ბერლინია, კონტინენტზე მისი ეკონომიკური გავლენისა და კავშირების ფარგლებში დიპლომატიური ძალისხმევის გამო. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ევროპა იმპერიის სტანდარტულ განსაზღვრებას არ შეესაბამება, მას აქვს მრავალი მახასიათებელი, რომელიც სინამდვილეში ძველ კონტინენტს იმპერიად აქცევს. უპირველეს ყოვლისა, ევროპის სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ მათ უნდათ მოიგერიონ დანარჩენი ორი იმპერიის შეტევები და ამრიგად თავდაცვითი მიზნებით ერთიანდებიან. უფრო შორს რომ წავიდეთ, ევროპული იმპერია, რომელიც შედგება მრავალი განსხვავებული ერისგან, რაც კიდევ ერთი იმპერიისთვისებაა, მიისწრაფვის თავისი წესრიგის, ღირებულებების, ნორმებისა და ქცევების ბუნებრივი გაფართოებისკენ. მაგალითად, ევროკავშირის სტრუქტურების ოფიციალური გაფართოების ან ეკონომიკური ექსპანსიის ფორმით. უფრო მეტიც, მას ხელეწიფება ამ ნორმების დაცვა საკუთარ საზღვრებზე, მაგალითად უკრაინაში, თუმცა ჩართულობის მასშტაბი ცალკე განხილვის თემაა. გარდა ამისა, ეს არა მხოლოდ ტერიტორიული საზღვარია, არამედ ცივილიზაციური, ღირებულებებისა და ნორმების, რომელთა ნაწილიც უკრაინელებს სურთ გახდნენ. ძალაუფლების სტრუქტურის გააზრებისასაც შეგვიძლია ევროპა იმპერიულ სამოსში მოვათავსოთ. ევროპას აკლია ერთიანი, ყველა დანარჩენზე აღმატებული გადაწყვეტილების მიღების ცენტრი, მაგრამ შედგება მრავალი მცირე და დიდი ძალოვანი ცენტრებისგან. შედეგად შეგვიძლია ევროპას შევხედოთ როგორც მე-15 საუკუნის წმინდა რომის იმპერიას. ყოველ სამთავროს ჰქონდა თავისი ხმა, თუმცა ისინი იმპერატორს არ ირჩევდნენ. ნაცვლად ამისა, მოცემულ საკითხზე გადაწყვეტილება მოლაპარაკებების შედეგად იბადებოდა. წმინდა რომის იმპერიაში იმპერატორს ფორმალურად მაღალი წოდება ეჭირა, მაგრამ ამრჩეველთა თანხმობის გარეშე მას ცოტა რამ თუ შეეძლო. ანალოგიურად დღევანდელ ევროპაშიც საბჭოში კენჭისყრისთვის აუცილებელი საკვანძო კორუმები და უმრავლესობით თუ ერთხმად მისაღები გადაწყვეტილებების სახელმწიფოებს შორის კომპრომისებს მოითხოვს. გადაწყვეტილებები მოლაპარაკებების შედეგად მიიღება, ისევე როგორც შუა საუკუნეების ლანდტაგსა თუ რაიხსტაგში. აღნიშნული მიზეზების გამო ევროპული იმპერია ამ ეპიზოდში წარმოდგენილი არ არის მხოლოდ ევროკავშირად, არამედ როგორც კოლექტივად თავისი გაფართოებულ ფორმატით, დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიისა და შვეიცარიის ჩათვლით. ეს სამი ქვეყანა მოქმედებს ნორმებისა და ღირებულებების ერთსა და იმავე კანონსა და ჩარჩოში. მათი ეკონომიკური გასვლა ევროკავშირთან დომინირებს, ხოლო საერთაშორისო არენაზე მათი პოლიტიკა ღირებულებების საერთო კანონით და მსგავსი აღქმული საფრთხეების გამო, მაგალითად უკრაინის დახმარება და რუსეთის იმპერიული პოზიციისადმი რეაქცია აერთიანებს. და რაც მთავარია, ისინი გეოგრაფიულად განუყოფლად არიან დაკავშირებულნი ევროპასთან. ამიტომ დღეს დიდი ბრიტანეთი მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისა და საკუთარ მემკვიდრეობას, ანუ დონალდ ტრამპის ამერიკას შორის არის გახლეჩილი, უფრო და უფრო მეტად იხრება ევროპისკენ, რომელთანაც თეორიულად გაწყვიტა კავშირი ბრექსიტის დროს. იმავე მიზეზებით ჩვენ არ ჩავთეთ ევროპის იმპერიაში ზოგიერთი ბალკანეთის ქვეყანა, რომელთა ნორმებსა და ღირებულებებში ხშირად აღწევს რეგიონული ძალების, თურქეთის ან რუსეთის გავლენა და ამიტომ ისინი შეუსაბამოა. აგრეთვე არც უკრაინა, რომელიც საბჭოთა იმპერიისა და მისი მემკვიდრეების უღელქვეშიდან ევროპულ იმპერიაში გადასვლის პროცესშია და რომლის შედეგიც დღემდე უცნობია. ზემოთ მოცემული სუბიექტური დაყოფის შემდეგ შეგვიძლია თითოეულ მათგანს მივაკუთვნოთ რიცხვით მნიშვნელობების სერია, გავრცელებულ საზომებზე დაყრდნობით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ჩინეთისა და ევროკავშირის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან და შეადგენს შესაბამისად 19,2 და 20 ტრილიონ დოლარს. თუმცა ევროკავშირის მიღმა მყოფი სამი ქვეყნის დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიისა და ნორვეგიის ჩათვლით ევროპული იმპერიის მშპ იზრდება 25,3 ტრილიონ დოლარამდე. მიუხედავად ამისა, ის მაინც 5 ტრილიონით ნაკლებია აშშ-ს მშპ-ზე, რომელიც ფონდის პროგნოზით წელს 30,5 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. საინტერესოა, რომ შესყიდვითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით თითქმის სარკისებურ სურათს ვიღებთ. ამერიკელების მაჩვენებელი 30,5 ტრილიონზე რჩება, როგორც საკონტროლო წერტილი. ევროპა უსწრებს ამერიკელებს და 35 ტრილიონს აღწევს, ხოლო ჩინელები ამ ვარიანტში ყველაზე ზემოდან დაჰყურებენ ეკონომიკის 40,7 ტრილიონი დოლარით. რა თქმა უნდა, მშპ-ს როგორც ძალაუფლების საბოლოო საზომის სანდოობა საკამათოა, მაგრამ ის შეიცავს ორ მნიშვნელოვან ინფორმაციას. პირველი, მსხვილ გაერთიანებებში სამივე ცენტრში პოტენციალით ერთმანეთთან ახლოსაა. მეორე, ის გვაჩვენებს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს მეოთხე მოთამაშე მსგავსი მახასიათებლებით, რომელსაც ამ ეტაპზე შეუძლია პრეტენზია გამოეთქვა მოხსენებულ სამთან თანაბარ რანგზე. შემდეგ რიგში მდგარი იაპონიისა და ინდოეთის ნომინალური მშპ ჩინეთის მშპ-ს მხოლოდ 20% და ევროპის 16% შეადგენს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გრძელვადიანი პერსპექტივა ინდოეთის სასარგებლოდ თამაშობს. დიდი დემოგრაფია, ავტონომიური პოლიტიკა და დაბალი საწყისი დონე ნიშნავს, რომ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სწორი გადაწყვეტილებების შემთხვევაში დელი შეიძლება დაეწიოს ლიდერთა ჯგუფს.
ჯგუფს. უკვე დღეს შესყიდვითი უნარის პარიტეტის ამიერიდან შუპად მოვიხსენებ. მონაცემებით ინდოეთის ეკონომიკა აშშ-ს 57%-ს, ევროპის 48%-სა და ჩინეთის 44%-ს აღემატება. თუმცა მაგალითად პაკისტანთან მიმდინარე დაპირისპირება აჩვენებს, რომ გზა ძალზედ რთული იქნება და არაფერია გარანტირებული. ინდოეთს უხვად აქვს ის, რის დეფიციტსაც განიცდის მთელი განვითარებული მსოფლიო და ჩინეთიც, ადამიანური რესურსის სიუხვე. რა თქმა უნდა, ჩინეთი ჯერ კიდევ ბოლო დრომდე იყო მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა. დღეს ეს ტიტული ოფიციალურად ინდოეთმა გადაიბარა და თეორიულად მათ ადამიანური დეფიციტი არ უნდა ჰქონოდათ. ოფიციალურად შუა სამეფოში 1.4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ამ რიცხვს რამდენიმე პრობლემა ახლავს თან. პირველი, მრავალი ნიშანი მიუთითებს, რომ ის ხელოვნურად არის გაზვიადებული. ზოგი ექსპერტი, მაგალითად დემოგრაფი ი ფუქსიანი, უისკონსინის უნივერსიტეტიდან მიიჩნევს, რომ ჩინეთის მოსახლეობის შესახებ ოფიციალური მონაცემები გაბერილია. შესაძლოა 10%-ით ან მეტ. ეს გამოწვეულია შობადობის რაოდენობის გადაჭარბებით და გარდაცვლილების რაოდენობის შემცირებით, სავარაუდოდ ეკონომიკური სარგებლობის ციფრების გასაზვიადებლად. მიუხედავად ამისა, 1.25 მილიარდზე მეტი ადამიანი მაინც დაახლოებით 4-ჯერ აღემატება ამერიკის მოსახლეობას, რომელიც შეადგენს 334 მილიონს და 2-ჯერ მეტია ვიდრე ევროპის მოსახლეობა, ანუ 531 მილიონი. ამის მიუხედავად იზოლირებულად ეს მონაცემები ჩინური სრულყოფილი დომინირების ილუზიურ შთაბეჭდილებას ქმნის. პეკინმა ერთშვილიანი პოლიტიკის კატასტროფული შედეგების გამო ფაქტობრივად აღმოფხვრა ჩინელებში შვილების ყოლის სურვილი. ცენტრიდან კონტროლირებულმა პოლიტიკამ მიუხედავად იმისა, რომ ერთი ათწლეულის წინ გაუქმდა, ჩინელების გადაწყვეტილებებზე საერთოდ არ იმოქმედა. უფრო მეტიც, პარტიული დირექტივები ემთხვევა მთელ მსოფლიოში მიმდინარე პროცესს. საზოგადოების გამდიდრებასთან ერთად შთამომავლობის ყოლის სურვილი მცირდება. შედეგად ჩინეთის შობადობის მთლიანი კოეფიციენტი დრამატულად დაბალ დონეზეა. თითო ქალზე 1 ბავშვი მოდის. 50 წლის წინ ერთ ქალზე ჩინეთში საშუალოდ 6 შვილი მოდიოდა. შეგახსენებთ, რომ თაობათა ჩანაცვლებისთვის საჭირო მაჩვენებელია 2.1 ბავშვი თითო ქალზე. ეს კი ჩინურ საზოგადოებას საკატასტროფულ პროგნოზებს უკადნის, რადგან კორექტირების არ ქონის შემთხვევაში საუკუნის ბოლოსთვის მისი მოსახლეობა 2-ჯერ ან 3-ჯერ შეიძლება შემცირდეს. ვინმე შეიძლება თქვას, ამერიკელებსა და ევროპელებსაც იგივე პრობლემა აქვს. ნაწილობრივ კი, ნაწილობრივ არა. მიუხედავად იმისა, რომ ორივესთან ტიფიერი 2.1-ის ქვემოთაა, ის შესამჩნევად მაღალია ჩინეთთან შედარებით. ევროპაში საშუალოდ 1.38-ია, აშშ-ში 1.6. თუმცა რაც უფრო მნიშვნელოვანია, ორივე იმპერია ორიენტირებულია იმიგრაციაზე. და მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ღია-კარის პოლიტიკა ორივეგან მნიშვნელოვნად შეიზღუდა, ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს გარედან მოსული ადამიანებისთვის კარის ჩაკეტვას. არამედ მხოლოდ მოსალოდნელ და საჭირო ცვლილებას იმ მიდგომაში, თუ როგორი ადამიანები მიიღონ ორივე ცენტრში. შესვლის ზღვარი აწეული იქნა და ამერიკა თუ ევროპა პირდაპირ რომ ვთქვათ, მხოლოდ ხარისხიანი იმიგრანტების მიღებაზე არიან თანახმა. როგორც კულტურულად, ასევე ეკონომიკურად შეთავსებულობის მიხედვით, კონკრეტული ადგილების ღირებულებებთან. რა თქმა უნდა, რთულია წინასწარ განჭვეტა რამდენად ეფექტიანი იქნება ეს მიდგომა. ცხადია მარტივი არ იქნება, მაგრამ სავარაუდოდ არც ამერიკა და არც ევროპა არ შეამცირებენ საკუთარ საზოგადოებებს ახლო მომავალში. ამას კი ვერ ვიტყვით ჩინეთზე, რომელიც კულტურულად დახურული და ჰერმეტიული საზოგადოებაა. ჩინეთის პრობლემები ამით არ სრულდება. მისი საზოგადოება არა მხოლოდ მცირდება, არამედ ბერდება კიდეც. უახლესი შეფასებებით 2050 წელს თითქმის 500 მილიონი ჩინელი, ანუ პრაქტიკულად ყოველი მეორე, იქნება 60 წელზე უფროსი ასაკის. გავითვალისწინოთ, რომ ჩინეთში საპენსიო ასაკი ქალებისთვის იწყება უკვე 50 წლიდან, კაცებისთვის კი 60 წლიდან. და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გეგმები 2040 წლისთვის ჩინელი ქალებისა და კაცების პენსიის ზღვის ნელ-ნელა ამაღლების შესახებ, მთელი საპენსიო სისტემა და ეკონომიკა, ანუ სოციალური კონტრაქტი მთლიანობაში, სულ უფრო მზარდ ზეწოლას მიიღებს. რა თქმა უნდა, დაბერების პროცესში მყოფი საზოგადოების ფენომენი არც ევროპასა და ამერიკას უვლის გვერდს, მაგრამ პირველ რიგში ის შერბილებულია უმეტესად ახალგაზრდა იმიგრანტების შემოსვლით. აგრეთვე ხანდაზმულთათვის უკეთესი ჯანდაცვითა და სამუშაო პირობებით, რომლებიც დასავლურ იმპერიებში ამ ხანდაზმულთა ცხოვრების განმავლობაში მნიშვნელოვნად ნაკლებ და დამღლელი იყო. აქედანაცაა ჩინეთში ისეთი დაბალი საპენსიო ზღვარი. დემოგრაფიული პრობლემების გავლენა ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის დიდ თავსატეხად იქცევა, თუ ის დროულად ვერ ნახავს ეფექტიან გამოსავალს. და ამ გადაწყვეტილების განხორციელება არ არის აუცილებელი კეთილი გზით. ავტორიტარულ სახელმწიფოებს ყოველთვის შეუძლიათ ძალის გამოყენება
იწება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ სასურველი შედეგის მისაღწევად. რა თქმა უნდა, აქ საუბარი არ არის ძალის პირდაპირ გამოყენებაზე, არამედ ისეთი მკაცრი სანქციების დაწესებაზე შვილის არყოლის გამო, რომ ადამიანები ეკონომიკურად იძულებულნი იქნებიან შვილი გააჩინონ. ამას შეიძლება უწოდოთ შებრუნებული ერთშვილიანობის პოლიტიკა. ნებისმიერი ფორმის ასეთი სოციალური ინჟინერია ბევრ პრობლემას აწყდება, ესაჩვენა ერთშვილიანი პოლიტიკის გამოცდილებამაც, მაგრამ რადგან ადრე ეს ჩინეთისთვის პრობლემა არ ყოფილა, დღესაც არ არის გამორიცხული მისი გამეორება. თუმცა თუ ჩინელები კატასტროფული ტენდენციის შეცვლას არ დაიწყებენ, მაშინ დემოგრაფიული მაჩვენებლების მკვეთრი ვარდნა შესაძლოა გახდეს აშკარა მიზეზი იმ ინტენსიური შეჯახების კურსისა, რომელშიც ჩვენი სამი იმპერიიდან ორი, აშშ და ჩინეთი, სულ უფრო მეტად შედიან. რატომ აკლია ევროპა ამ განტოლებას? თანამედროვე იმპერიების პოტენციური ცხელი ომის სცენარს ჩვეულებრივ ევროპის გამოკლებით აანალიზებენ მარტივი მიზეზით. ერთიანი გადაწყვეტილების მიღების ცენტრის არარსებობის გამო იმპერია ვერ ახორციელებს ომს ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით. თუმცა როგორც აღნიშნეთ, ევროპას გაფართოების განხორციელება სხვა განზომილებებში შეუძლია: ეკონომიკურში, კულტურულში და იდეოლოგიურში. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო მოქმედებებს, რომლებიც ევროპისკენ იყო მიმართული, ჰქონდა აშკარად შეტევითი ხასიათი და ამ მოქმედებებში ევროპა კონკურენტად განიხილებოდა. თუმცა ეს ქმედებები გაფერმკრთალდა იმასთან შედარებით, როგორიც იყო ტრამპის ამერიკის მიდგომა ჩინეთის მიმართ. სავაჭრო ომის აპრილის ფაზამ საბაჟო ბარიერები ასტრონომიულ დონემდე აიყვანა და ეს მხოლოდ მრავალდომენიანი ესკალაციის მორიგი ეტაპი იყო, რომელიც უკვე 100 წლეულზე მეტია მიმდინარეობს ორივეზე სახელმწიფოს შორის. ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების სირთულე მრავალ დონეზე ჩანს. სავაჭრო ომი, რომელიც 2018 წელს ტრამპის ადმინისტრაციამ დაიწყო ჩინურ საქონელზე 34 მილიარდი დოლარის ღირებულების ტარიფების დაწესებით, გრძელდება და ღრმავდება. პარალელურად ტექნოლოგიური კონფლიქტი ვითარდება, რომელშიც შეერთებული შტატები სისტემატიურად ადანაშაულებს პეკინს ინტელექტუალური საკუთრების დარღვევაში. მაგალითად, შეიძლება მოვიყვანოთ 2020 წლის სასამართლო საქმეები, როდესაც FBI-მ ჩინელი მეცნიერები დაადანაშაულა ამერიკული უნივერსიტეტებიდან ტექნოლოგიის მოპარვაში. აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა შეადგინა კომპანიების სია, რომელშიც 600-ზე მეტი ჩინური ერთეული შეიყვანა, მათ შორის გიგანტები Huawei და SMIC, რითაც ფაქტობრივად შეუწყვიტა მათ მოწინავე ნახევრად გამტარების ამერიკელ მოწოდებლებთან კავშირი. დამატებით 2022 წლის ოქტომბერში ვაშინგტონმა შემოიღო უპრეცედენტო ექსპორტის შეზღუდვები, რითაც ჩაუკეტა ჩინეთს წვდომა AI ჩიპებსა და მათი წარმოებისთვის საჭირო მოწინავე აღჭურვილობაზე. დიპლომატიურ სტრატეგიულ სფეროში ამერიკელები ცდილობენ შეკრან ალიანსების რგოლი ჩინეთის გარშემო, Quad-ი, AUKUS-ი და მრავალი ორმხრივი ალიანსით. ჩინეთი საპასუხოდ საკუთარ ინიციატივებს მიმართავს, როგორიცაა სარტყელი და გზა. საბოლოოდ ყველაფერი ცხელი ომის პრელუდიას ემსგავსება. ამერიკელები ზრდიან აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების საპატრულო გემების ყოფნას და რაოდენობას სამხრეთ ჩინეთის ზღვის რეგიონში. ჩინეთის პრეტენზიებისადმი მათი ოპოზიციის საჩვენებლად. ისინი მუდმივად ატარებენ წვრთნებს მოკავშირეებთან, მაგალითად მანევრებს ფილიპინელებთან, ავსტრალიასა და იაპონიასთან Quad-ის ფარგლებში. ისინი ამას აკეთებენ ყველაზე ცუდი სცენარის შიშით. ჩინეთის მიერ ტაივანის ანექსიის პირდაპირ მცდელობა, რომელიც 10 წლეულზე მეტია ჰაერში არის შეკიდული და პეკინის თქმით არ გაქრება, სანამ კუნძული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განუყოფელი ნაწილი არ გახდება. ეს არაუგვიანეს 2059 წლისა უნდა მოხდეს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის 100 წლიანი იუბილეზე. აქ ისევ უბრუნდებით ხსენებულ შეჯახების კურსსა და დემოგრაფიას. მთავარი წინაპირობა მიუთითებს, რომ სწორედ ახლა ჩინეთი საუკეთესო მდგომარეობაშია, რათა გაიტანოს გეგმები, რომელთა განსახორციელებლად მკაცრი ძალა იქნება საჭირო. ამ მოქმედებებში დემოგრაფია შეიძლება გახდეს ძირითადი მოტივატორი. ყოველ მომდევნო წელს ჩინელების რიცხვი ნაკლები იქნება. საშუალო ჩინელი უფრო ხანდაზმული, ხოლო შიდა სოციალური სისტემა უფრო მზარდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდება. ამავე დროს მრავალი ნიშანი აჩვენებს, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ დანერგილი მართვისა და სოციალური კონტრაქტის მოდელი კარგავს ეფექტურობას. მოდელი, რომელიც ეფუძნებოდა დიდ ინვესტიციებს, რომლებიც სულ უფრო უაზრო ხდება, სოფლიო გადავსებას, ექსპორტით და შიდა მოთხოვნის ხელოვნურ ჩახშობას, წვეთს ზრდის ფუნქციების შესრულებას. თუ პეკინის მუშიპოს ზრდის მაჩვენებელი ფერხდება, რომელიც პროპაგანდის მიზნით ისედაც ხელოვნურად არის მოდელირებული, ეს აჩვენებს შინაგან დაძაბულობას შუა სამეფოში. მაგრამ თუ სი ძინპინის ჩინეთს დიდი პრობლემები აქვს, ეს პრობლემები მოულოდნელად ვერ ჩააქრობს იმ იმპულსს, რომელშიც ჩინეთი 40 წელია იმყოფება. ეს პრობლემა შესაძლოა გაგრძელდეს მომდევნო ათწლეულებზე. პეკინის უმაღლესმა ხელისუფლებამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, კერძოდ, საკუთარი პოზიციის, რომელიც დღესდღეობით მყარად ითვლება, აშშ-ში დონალდ ტრამპის მმართველობით გამოწვეული ქაოსი, სიტუატიური მოკავშირის რუსეთის ფედერაციის შედარებით ძლიერი პოზიცია ომში და ევროპის განგრძობადი აპათია, ყველა ამის გათვალისწინებით შეიძლება ჩათვალოს, რომ 21 საუკუნის მესამე ათწლეული სწორედ საუკეთესო პერიოდია აგრესიული ქმედებებისთვის. კონკურენტების სისუსტე იზიდავს მოქმედებებს
მოქმედებისკენ. რა თქმა უნდა, ტაივანის გამო ცხელი ომის შედეგები რთულად პროგნოზირებადია. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული აშშ-ის პოზიციასა და ჩართულობის მასშტაბებზე. CSIS-ის მიერ ჩატარებულმა 2023 წლის ომის სიმულაციებმა აჩვენა, რომ აშშ-ს ტაივანისა და იაპონიის კოალიციამ 24 სცენარიდან უმეტესობაში გაიმარჯვა. თუმცა ამის საფასურად დაკარგა ათეულობით ხომალდი, ასეულობით თვითმფრინავი და 10,000-ობით ჯარისკაცი. მეორე მხრივ გვახსოვდეს, რომ ჩინელებს თითქმის აბსურდული უპირატესობა აქვთ გემთშენებლობის ინდუსტრიაში. დღეისთვის ამბობენ, რომ ჩინეთს აქვს 230-ჯერ აღმატებული სიმძლავრე გემების წარმოებაში, ვიდრე ამერიკელებს. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს სამხედრო და სამოქალაქო სექტორის ჯამურ პოტენციალს ერთად. თუმცა დიდი ხანია ცნობილია, რომ ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიები პეკინის პოლიტიკის ბირთვია ბევრ დარგში. კიდევ ერთი ბოლო მოხსენება კვლავ CSIS-ის ავტორობით მიუთითებს, რომ ჩინეთის დომინაცია საზრდოობს უცხოური შეკვეთებით და ტექნოლოგიების ტრანსფერით. უკვე 2030 წლისთვის ჩინეთის სამხედრო საზღვაო ძალებს უნდა ჰყავდეთ 151-ით მეტი გემი, ვიდრე აშშ-ის საზღვაო ძალებს. დიახ, გემთა პოტენციალის საშუალო მაჩვენებელი ისევ ამერიკელთა მხარეს რჩება, უმძლავრესი ავიამზიდების წყალობით. თუმცა უფრო და უფრო მეტი ნიშანი მეტყველებს, რომ ომის შემთხვევაში დიდ თეთრ სპილოებს კუთხეებში დამალვა მოუწევთ, რადგან უკვე დღეს ისინი დაუცველნი არიან თავდასხმებისგან ისეთი პრიმიტიული მოწინააღმდეგის მხრიდანაც კი, როგორიც არიან ჰუსიტები. ახლახან ავიამზიდი USS ჰარი ტრუმანი იძულებული გახდა შეესრულებინა სწრაფი მანევრი ჰუსიტების ცეცხლის თავიდან ასარიდებლად, რის შედეგადაც FA-18-ის სუპერ ჰორნეტი ტიპის 60 მილიონი დოლარის ღირებულების თვითმფრინავი გემბანიდან გადავარდა და ეს მოხდა ორჯერ. უეცარი მანევრის აუცილებლობა შეიძლება ნიშნავდეს, რომ ჰუსიტების რაკეტამ გვერდი აუარა ამერიკული გიგანტის მრავალშრიან თავდაცვით სისტემას. ამერიკელთა მხარეს, რა თქმა უნდა, წყალქვეშა ნავების უპირატესობაა, რომელიც ტაივანის სრუტის შემთხვევაში უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნებოდა. თავად არგუმენტებით სროლის ფაქტი გვიჩვენებს, თუ რამდენად მსგავსი პოტენციალი გააჩნია ორივე მხარეს ამ სცენარში. ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს სხვა ფაქტორებსაც, რომლებიც აუცილებლობით ტექნოლოგიური არ არის. ჩინეთის მხარეს მოქმედებს გეოგრაფია, ტაივანის სიახლოვე და უპირველეს ყოვლისა ჩართულობის ასიმეტრიულობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ჩინეთი ყველაფერს დადებს სასწორზე და სრული სამხედრო ძალით შეუტევს ტაივანს, სულაც არ არის გარანტირებული, რომ ამერიკელები იგივე ხარისხით უპასუხებენ. თუმცა მოწინააღმდეგის შესაჩერებლად მათ სწორედ ამის გაკეთება მოუწევთ. ისმის კითხვა, მზად არიან ამერიკელები ათობით ათასი საზღვაო ქვეითის გაწირვისთვის, რათა დაიცვან ტაივანი? თუ ერთი მხარე ვაბანკზე მიდის, მეორეც ასევე უნდა მოიქცეს. თუნდაც თეთრ სახლში ამის ნება არსებობდეს, რაც სულაც არ არის გარანტირებული. საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება, რომ ასეთი მსხვერპლი დიად მიზნად ღირს, უკიდურესად რთული იქნება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიმდინარე პოლიტიკა მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მიმართ მკაცრია, როგორც ჩანს აღიარებს სამყაროს მრავალპოლარულობას, რომელშიც აშშ სურს იყოს ყველაზე დიდი გორილას როლში და სისტემაზე ზრუნვის გარეშე ყოველთვის ძალის პოზიციიდან დააყენოს ორმხრივი ურთიერთობები. ასეთ შემთხვევაში ამერიკელი გორილა მიუხედავად იმისა, რომ მტრულადაა განწყობილი პრაქტიკულად მისი ზომის ჩინელი გორილას მიმართ, შესაძლოა არ იყვყმანოს ტაივანელი ლემურის დაცვაზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ბრძოლაში მას არახელსაყრელი პოზიციიდან ჩართვა მოუწევს. ბრძოლა, რომელიც მკივნეულ შესაძლოა სასიკვდილო ჭრილობებს, მაგალითად სამოქალაქო ომებს ან აშშ-ის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმებს უკადნის. ამერიკა-ჩინეთის ცხელი კონფლიქტის კონტექსტში ევროპიდან მომდინარე მრავლისთქმელი დუმილი ისმის, რაც ევროპელებისთვის პარადოქსულად კარგია. ამერიკელები უკვე არაოფიციალურად აიძულებენ კონკრეტულ ევროპულ ერებს, ასევე მთლიან ევროკავშირს, რომელიმე მხარე დაიკავონ და მიუხედავად იმისა, რომ ევროპელები კულტურული მიზეზების გამო მეტად არიან ახლოს ამერიკასთან, არ შეიძლება ითქვას, რომ ძველი კონტინენტი ბიძია სემის დაკრულზე ცეკვავს, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა ამერიკული ტარიფების სალვოს შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა არც ჩინურ დრაკონთან ცეკვავს, მაინც აშკარად დააგვიანა თვითღირებულებაზე გაყიდული იაფი ჩინური პროდუქციის ნაკადის შეზღუდვა, რომელიც ადგილობრივ მომწოდებლებს ანადგურებდა. ეს ორმხრივი სიფრთხილე ორ რამეს აჩვენებს. პირველი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროპა ცალკე კვაზი იმპერიულ პოლუსს წარმოადგენს და მეორე, აჩვენებს, რომ პოტენციურ ამერიკა-ჩინეთის კონტინენტურ კონფლიქტში ევროპისთვის მიზანი განზე დარჩენაა. ასეთ შემთხვევაში პერიფერიაზე ყოფნა უპირატესობაა და არა ნაკლი. მით უმეტეს, რომ ასეთ ვითარებაში ევროპელებს საკუთარი საზღვრების გუშაგად დარჩენა მოუწევდათ, რადგან პირველ რიგში ევროპას დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის
მოწინააღმდეგის ცალკეული ელემენტების გარდა არ აქვს ღია ოკეანური საექსპედიციო შესაძლებლობები. და მეორე, მოსალოდნელია, რომ რუსეთის ფედერაცია ეცდება გამოიყენოს ნებისმიერი მსხვილი გეოპოლიტიკური ქაოსი, განსაკუთრებით თუ ამერიკელები სრულად იქნებიან დაკავებულნი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ომით. ასეთი სცენარი ხსნის პანდორას ყუთს და მიანიჭებს შესაძლებლობების ფანჯარას მრავალ მოთამაშეს. მისი გამოყენება შესაძლოა სცადონ უკრაინამ, ირანმა, თურქეთმა, ჩრდილოეთ კორეამ, ისრაელმა ან ინდოეთმა. რუსეთის მოსაზღვრე ბევრ ზონაში ცეცხლი შეიძლება აგიზგიზდეს, რამაც მოსკოვი შეიძლება აიძულოს მხოლოდ თავდაცვითი ან მოკავშირეობრივ ქმედებებზე გადავიდეს. ჩინეთის სახალხო გამათავისუფლებელი არმიის მხარდაჭერით, რა თქმა უნდა. ამიტომ თუ ევროპა სწორად ითამაშებს, სხვა სიტყვებით, კარგად მოემზადება, მაშინ შემდეგმა პოტენციურმა მსოფლიო კონფლიქტმა შესაძლოა მას გვერდი აუაროს, რაც თავისთავად უდიდესი მიღწევა იქნება. მე-20 საუკუნის ისტორიას თუ გადავხედავთ. მისი როლი ინდუსტრიალურ ბაზად შემოიფარგლება დიდი ალბათობით ამერიკელებისთვის. რა თქმა უნდა, ეს პერიფერიულობა, რომელიც მოცემულ სცენარში უპირატესობაა, არა მხოლოდ გეოგრაფიულია. დიდი ალბათობით ევროპაც პირდაპირ ჩაერთვებოდა ამ კონფლიქტში მისი პროფილი რომ ამერიკის პროფილს შეესაბამებოდეს. სხვა სიტყვებით, თუ ის ტრადიციული იმპერია იქნებოდა, მკაცრად განსაზღვრული ძალაუფლების ცენტრითა და რესურსებით. ევროპას ეს არ გააჩნია, რაც დღევანდელ ხანაში ძველი კონტინენტის ერთ-ერთ მთავარ სენად და ორ მთავარ მეტოქესთან შედარებით მის მთავარ სისუსტედ მოიაზრება. ევროკავშირი შექმნილი იქნა როგორც პლატფორმა, რომელიც ადამიანურ დონეზე აერთიანებდა ევროპელებს მეორე მსოფლიო ომის სისხლისმღვრელი აპოკალიფსის შემდეგ, მაგრამ აგრეთვე როგორც ორგანიზმი, რომელიც ერთობლივად აგროვებდა ევროპელი ერების მიერ გენერირებულ პოტენციალს. თუმცა ამ პროექტის პირველმა რეინკარნაციამ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სიკეთე მოიტანა, საბოლოოდ წააგო ბრძოლა საკუთარი პოტენციალის ერთძალად ეფექტურად დაგროვებისა და გამოყენების გზაზე. შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ევროკავშირის პროექტი თავისი საფუძვლებით ძალიან მყარი იყო, მაგრამ ევროპელმა დემონებმა უკანა კარიდან შემოაღწიეს. ევროპის სახელმწიფოებს განსაკუთრებით პატარა და ნაკლებად შეძლებულებს გულწრფელად სჯეროდათ, რომ შესაძლებელი იყო ისეთი ერთეულის შექმნა, რომელიც ერთდროულად მთელი კოლექტივის თანაბარი განვითარებისთვის იმუშავებდა, ერთსა და იმავე საზომს გამოიყენებდა თითოეული წევრის მათი საჭიროებების მიმართ და შეინარჩუნებდა თითოეული ერის თავისუფლებას. ეს დადებითი ჯამის თამაში უნდა ყოფილიყო, თუმცა როგორი იყო რეალობა? ევროპის განსაკუთრებით ძლიერმა და უწყვეტი ხანგრძლივი ისტორიების მქონე სახელმწიფოებმა არ თქვეს უარი ეროვნული ინტერესების საზოგადოების ინტერესებზე მაღლა დაყენებაზე. სხვათა შორის ისინი ძნელი და სადანაშაულებლები არიან ამაში, რადგან ასწლეულების განმავლობაში ეს იყო მათი იმპერატივი და სწორედ ასე მივიდნენ ისინი მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის სისხლიან ომებამდე. რაში შეიძლება დავადანაშაულოთ ისინი? ამ ემპირიული ფაქტის განუწყვეტლივ უარყოფასა და ევროპულ ფორუმზე მის ჯიუტად დაფარვაში. ეს იყო და არის უკიდურესად საზიანო ევროპული ინტეგრაციის სხვაგვარად აუცილებელი იდეისთვის. რატომ იყო ეს საზიანო? იმიტომ, რომ საერთო ევროპული ინტერესი გამოიყენებოდა როგორც მოტივი კონკრეტული ეროვნული ინტერესების განსახორციელებლად, რაც დროთა განმავლობაში ერების ნდობის ეროზიას იწვევდა ევროკავშირის პროექტის მიმართ. ამას ადასტურებს ორი თვალსაჩინო მაგალითი. გერმანიამ განახორციელა ჩრდილოეთის ნაკადების პროექტები, რომლებიც ევროკავშირის ინტერესებისგან განცალკევებით დაიგეგმა. ევროკავშირის წევრთა უმრავლესობის ინტერესების საწინააღმდეგოდ. დააყენა რა საკუთარი და რაც უარესია რუსეთის ინტერესი ევროკავშირის ინტერესზე მაღლა. შედეგი ომი უკრაინაში, რომელიც ჩრდილოეთის ნაკადების გარეშე შესაძლოა არც მომხდარიყო, რადგან ისინი მოსკოვისთვის ომის დაწყების ფასს გაზრდიდნენ. მეორე მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ ბრიტანელმა ერმა მიუხედავად იმისა, რომ დიდ სარგებელს იღებდა ევროპული ინტეგრაციიდან, გადაწყვიტა კავშირის დატოვება, რადგან იგრძნო, რომ მისი ეროვნული ინტერესი ზედმეტად ხშირად რჩებოდა უგულებელყოფილი, ან რომ სხვა ერების ინტერესებს ახმოვანებდნენ მის ზემოთ. რა თქმა უნდა, ბრექსიტის საერთო შედეგი დავის საგანია, მაგრამ თავად ბრიტანელების ასეთი კოლექტიური განცდის ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს. ამიტომ ევროკავშირის პროექტის მეორე ფაზა უნდა გათავისუფლდეს ამ ილუზიებისგან. ნათელია, რომ ყველა ევროპული ქვეყანა საკუთარ ეროვნულ ინტერესს გაატარებს, ახლო მომავალში მაინც. ამიტომ ევროპელებმა უნდა შეწყვიტონ თავის მოტყუება თითქოს სხვაგვარად იქნება. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ევროკავშირის პოტენციური ინტეგრაციის პროექტზე უარი უნდა ვთქვათ? რა თქმა უნდა, არა. ის კვლავ მნიშვნელოვანი მიზანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთში ორი ძლიერი იმპერია არსებობს. თუმცა ამ მიზნის განხორციელების გზა უნდა შეიცვალოს. ევროპის დანაწევრება პრობლემა, რომელიც დღეს დაუძლებელია, ამიტომ მის წინააღმდეგ უხეში ბრძოლის ნაცვლად ის უნდა გამოვიყენოთ. ეს ხარვეზი კი არა, ფუნქციაა. კავშირმა და უფრო ფართოდ ევროპამ ყურადღება ეფექტიანად უნდა მიაპყროს კონკრეტული წევრების საერთო ინტერესების გარკვევას კონკრეტულ სფეროებში. ევროპის ერებს არ ძალუძს გადალახვენ ის ფაქტი, რომ რუსეთის მუქარა პოლონეთში, ესტონეთსა და ფინეთში განსხვავებულად აღიქმება, ვიდრე პორტუგალიაში ან თუნდაც გერმანიაში. იმის მოლოდინი, რომ ევროპა
შემდეგ თანაბარი მოცულობით ჩაერთვება ამ საკითხში მხოლოდ სურვილების კატეგორიას ეკუთვნის. ამიტომ ევროპის ერებმა უპირველეს ყოვლისა საერთო ინტერესების ირგვლივ უნდა მოახერხონ გაერთიანება. როდესაც ეს თითოეული წევრის მიერ თანაბარი სერიოზულობით იქნება აღქმული, მაშინ იმ პოლიტიკის გატარების ეფექტიც უფრო მაღალი იქნება. აქედან გამომდინარე ამგვარი მიდგომის სამუშაო სახელი მომდომებულთა კოალიციების კავშირი იქნება. ეს არ გამორიცხავს საერთო ინტერესების ძიებას მთელი კოლექტივის დონეზეც, მით უმეტეს რომ ბევრი მათგანი უკვე მოძიებულია. მათ შორისაა კაპიტალის, ხალხისა თუ საქონლის გადაადგილების თავისუფლება, შენგენის ზონა ან საერთო საბაჟო კავშირი, რომელიც მიმდინარე ტარიფულ ქაოსში გადამწყვეტ როლს ასრულებს. სხვა სიტყვებით, აქ საქმე შეეხება გონივრულ მანევრირებას ცალკეული წევრების ინტერესებსა და საერთო ინტერესს შორის, რომელიც უნდა ვეძიოთ, მაგრამ არ უნდა ვახორციელებდეთ ძალით. კაცრი ცენტრალიზაციის დინების მიხედვით. ევროპული იმპერიის მახასიათებლები განსხვავდება ამერიკულისა და ჩინურისგან და შესაბამისად მისი მართვის მეთოდებიც განსხვავებული უნდა იყოს. დიახ, ძალაუფლების კონსოლიდაციის ნაკლებობა ბევრ შემთხვევაში პრობლემურია, მაგრამ მეორეს მხრივ შეგვიძლია მას შევხედოთ როგორც დივერსიფიკაციის ფორმას. ევროპის როგორც დივერსიფიცირებული ერთეულის იდეა კიდევ ერთ ხარვეს აჩვენებს ევროკავშირის მიმდინარე პოლიტიკაში. ძალდატანებით წინწაწეული ცენტრალიზაციის მოდელი არამხოლოდ ხშირად ეწინააღმდეგებაში და წყობებს და იწვევს შეზღუდვებსა და კონფლიქტებს, არამედ ურტყამს ევროპულ დივერსიფიკაციას. არსებობს თეზისი, რომ ევროპის ერებისა და სამეფოების კონკურენტუნარიანობამ და მეტოქეობამ, განსაკუთრებით ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულში, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად უმოწყალო და სისხლიანი იყო, პროგრესსა და განვითარებას ჩაუყარა საფუძველი. ახალი იდეები და კონცეფციები სხვადასხვა მოთამაშეებმა შექმნეს და გამოსცადეს. საუკეთესონი კი დარჩენ და მეზობლების მიერ სწრაფად იქნენ ათვისებულნი. ზოგადად რომ თქვათ, კავშირი სტრატეგიულ შეცდომას უშვებს ბევრ სექტორში, როცა ყველა წევრს ერთსა და იმავე შაბლონს ახავებს თავს. შედეგად ევროპა თვითონვე აკარგვინებს საკუთარ თავს კონკრეტული იდეების შექმნისა და მათი ბუნებრივ გარემოში მეტოქეობის უნარს. ბრიუსელის გასაკეთებელი ის არის, რომ ზედამხედველობა გაუწიოს მექანიზმს ისე, რომ ეს მეტოქეობა კონტროლქვეშ იყოს, ანუ ომების გარეშე, და საუკეთესო იდეები დააფიქსიროს და წაახალისოს მათი განხორციელება თავზე მოხვევის გარეშე. ეროვნული დივერსიფიკაცია კიდევ ერთ უპირატესობას იძლევა. კერძოდ ევროპას არ ემუქრება მაგალითად ტრამპის სცენარი, რადგან თუნდაც ასეთი პროფილის ლიდერი ერთ ადგილას გამოჩნდეს, ეს შეეხება მხოლოდ მთელი ერთეულის მცირე ნაწილს. იგი ხშირად დაბალანსდება სხვა ქვეყანაში პოლიტიკის შეცვლით, რადგან ეს მსგავსი კანდიდატების შანსებს სხვა ქვეყნებში აკნინებს. ბოლო მაგალითია ლიბერალების გამარჯვება კანადაში, ტრამპის ქაოტური მმართველობის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ისინი დამარცხებისთვის იყვნენ განწირულნი. ამრიგად ევროპას უფრო მეტი სტაბილიზაციური უნარი აქვს, რომელიც ბუნებრივად მომდინარეობს მისი ხასიათიდან. არის კიდევ ერთი თვისება, თავდაცვის უნარიანობა, რომელიც ამ სტაბილიზაციას უწყობს ხელს. ძალის მკაცრი ცენტრალიზაციის არქონა ნიშნავს, რომ ევროპა გეოპოლიტიკურად უმეტესად თავდაცვით რეჟიმში თამაშობს. არა მხოლოდ დანაწევრების გამო, არამედ საკუთარი გარემოცვის გამოც. დიახ, ზოგჯერ ეს პრობლემაა, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ იმპერიები ჩვეულებრივ საპირისპირო მიზეზით კვდებიან, ზედმეტი გაფართოებით, რომელსაც ანგლოსაქსები იმპერიულ გადაჭარბებას უწოდებენ. იმპერიები მოულოდნელი აღმავლობის ეტაპის შემდეგ, რომელსაც წარმატება და აღზევება ახლავს, ბოლოს და ბოლოს ზედმეტად ბევრს იღებენ ხელთ. ტერიტორიულად, სამხედრო თვალსაზრისით, ხარჯების მხრივ და ასე შემდეგ. პერიფერიებზე იმპერიის კონტროლი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რაც დროთა განმავლობაში მოულოდნელ დაშლას უწყობს ხელს. იმპერატორ ტრაიანის მმართველობის შემდეგ, რომელმაც რომი მის უდიდეს ტერიტორიულ ზონამდე მიიყვანა, იმპერია იწყებს ტანჯვას ფართო საზღვრების დაცვის საჭიროების, გადამეტებული სამხედრო და ადმინისტრაციული ხარჯების და მზარდი ბიუროკრატიის გამო. 476 წელს რომის იმპერიის დასავლეთ ნაწილი კი ეცემა. ნაპოლეონმა კი ელისებური გამარჯვებების სერიის შემდეგ თავისი მმართველობა ესპანეთიდან რუსეთის საზღვრებამდე გააფართოვა. 1812 წელს რუსეთის დაპყრობის მცდელობა იმპერიული არმიის 1000-ობით კილომეტრზე გავლით, უკიდურესად მძიმე კლიმატური პირობებისა და სათანადო უზრუნველყოფის გარეშე კატასტროფით დასრულდა. 400,000-იანი დიდი არმიიდან მხოლოდ რამდენიმე ათასი ჯარისკაცი დაბრუნდა შინ. ამ დანაკარგებმა და ამდენი ფრონტის დაცვის აუცილებლობამ დააჩქარა იმპერიის დაცემა 1814 წელს. უახლოეს მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ საბჭოთა კავშირის წარუმატებელი ავანტიურა ავღანეთში, ათობით ერისა თუ ხალხის კონტროლის მცდელობით, ან თუნდაც ამერიკელები, რომელთა ქმედებებმა ახლო აღმოსავლეთში დააჩქარა მათი აბსოლუტური პირველობის დაკარგვა. ევროპას ეს პრობლემა არ აქვს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება აღვიქვათ როგორც უპირატესობა და ძველი კონტინენტის უპირატესობები ამით არ მთავრდება. ევროპის თავდაცვითი ხასიათი ნაწილობრივ გარდაიქმნება კიდევ ერთ მნიშვნელოვან უპირატესობაში, შიდა ერთობაში, რასაც სოციალური
უთანასწორობების დაბალი დონე წარმოადგენს. ძველი კონტინენტი აშკარად ჯობნის აშშ-სა და ჩინეთს, როცა საქმე პროსოციალურ პოლიტიკას ეხება. ევროპაში გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა უფასო ჯანდაცვას, განათლებას თუ საზოგადოების ყველაზე ღარიბ ფენათა დახმარებას. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ზოგი მკაცრი კაპიტალიზმის მომხრე დამკვირვებლებს ნაკლად მოეჩვენება. ალტერნატიული ხედვით, სოციალური პროგრამებისადმი ზედმეტი მიჯაჭვულობა ნიშნავს, რომ ზოგიერთ ადამიანში შრომის მოტივაცია იკლებს, რაც ასევე მართალია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ჯანსაღი ბალანსისა და სოციალური პოლიტიკის, გონიერი დიზაინის დაცვა, რათა დახმარება მიეწოდოს სისტემის ნამდვილ აუთსაიდერებს მოწინავეებთან გათანაბრების შესაძლებლობის შესაქმნელად, ხოლო დანარჩენი საზოგადოება არ იქნეს დემოტივირებული შემოქმედებითი შრომისგან. იმპერიების სიძლიერე ნაწილობრივ იმითაც ყალიბდება, რომ ეფექტური იმპერია არავის ტოვებს განზე. თუ ვინმე დარჩება გარიყული გარკვეული დროის შემდეგ, სისტემის მიერ გვერდზე გაწეული ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობა იყრის ერთ კლასტერად თავს და შედეგად დამხობის სურვილიც ჩნდება. რა თქმა უნდა, სოციალური პოლიტიკა თუ საგადასახადო სისტემა ქვეყნებს შორის განსხვავდება, მაგრამ ზოგადად ევროპა ამ მხრივ უფრო სამართლიანია ვიდრე ამერიკა ან ჩინეთი. რით დასტურდება ეს? უბრალოდ დახედეთ მსოფლიო უთანასწორობების რუკას. ევროპა ავსტრალიასთან ერთად ეროვნული თანასწორობების ერთადერთი დიდი კუნძულია. ევროპის უმეტეს ქვეყანაში ყველაზე მდიდარი 10% ფლობს მთლიანი სიმდიდრის მაქსიმუმ 30-35%, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. ჩინეთსა და აშშ-ში ეს მაჩვენებელი აჭარბებს 40%-ს. ჯინის კოეფიციენტის რუკაც, რომელიც სწორედ ამას უთანასწორობის დონეს ზომავს, მსგავს სურათს გვიჩვენებს. ეს რუკებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროპა მსგავსი ღირებულებების გაერთიანებაა, რაც კვლავ იმპერიის შიდა ერთიანობის ნიშანია. ამავდროულად ჩინეთი ისევ იყოფა ძირითადად მდიდარ აღმოსავლეთ სანაპიროდ და ღარიბ შიდა მხარედ. თუმცა სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს ამ შედარებაში სამარცხვინო პირველ ადგილს. ეს სტატისტიკა რამდენჯერმე უკვე მოვიყვანეთ, მაგრამ იგი იმდენად მნიშვნელოვანია ბიძია სემის ქვეყნის შიდა მდგომარეობის შესაფასებლად, რომ ღირს ისევ გავიმეოროთ. აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის 2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემების სიმდიდრის კოეფიციენტის შემაშფოთებელ სურათს გვიჩვენებს. ყველაზე მდიდარი ამერიკელი მოსახლეობის 0,1% ფლობს 21 ტრილიონ დოლარს, ეროვნული სიმდიდრის 14%-ს. მაშინ როცა ყველაზე მდიდარმა 1%-მა დააგროვა 46 ტრილიონი დოლარი, ანუ სრული სიმდიდრის 30%. საზოგადოების 10% კი ფლობს შთამბეჭდავ 100 ტრილიონ დოლარზე მეტს, ანუ მთელი ამერიკული სიმდიდრის 66%-ს. ამასობაში აშშ-ს მოსახლეობის ნახევარს უწევს დაკმაყოფილდეს მხოლოდ 4 ტრილიონი დოლარით, რაც სრული დოვლათის 2,6%-ია. ეს პროპორციები შემზარავია. 334,000 ყველაზე მდიდარ ადამიანს 5-ჯერ მეტი ქონება აქვს, ვიდრე 167 მილიონ ყველაზე ღარიბ ამერიკელს. ეს მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინეთ, რომ შესაძლოა იმპერიის დაღმასვლის ყველაზე დიდი ფაქტორი აშშ-ს სწორედ სისტემის სპეციფიკაში იმალებოდეს. შეჯამებისთვის, ევროპის ხშირად არაცხადი ძლიერი მხარეების ზემოაღნიშნული დემონსტრირება შემთხვევითი არ არის. ბოლო თვეებსა და წლებში ძველი კონტინენტის რესურსები ფართოდ განიხილება და მისი სტატუსის დაქვეითება გლობალური კონსენსუსია. ეს სიმართლეა. ჩვენ თვითონ დიდი დრო გაუთმეთ ევროპის დაავადებების ანალიზს და მალე დაუბრუნდებით მათ. თუმცა როგორც ჩანს, ევროპას აქვს საკუთარი ძლიერი მხარეებიც. ის ფაქტი, რომ ისინი რბილები არიან, არ ნიშნავს, რომ ისინი უმნიშვნელობაში იკარგებიან და ჩვენ არც კი ვახსენეთ ჯერ კიდევ ძლიერი სამრეწველო ძალა ან ძლიერი სამეცნიერო კვლევითი ფონდი. მიუხედავად ამისა, ევროპის მდგომარეობის გამართლებულად ნეგატიური აღქმა ამ ადგილის 21 საუკუნის სამყაროსთვის რამდენიმე ძირითადი ფაქტორის პრიზმიდან შეფასებიდან მომდინარეობს. აქ კი ევროპის რესურსები მკვეთრად ვლინდება. ამავდროულად მათ ფარგლებში ჩინეთი და უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერდება. ჩვენ ვერ გავექცევით იმ ფაქტს, თუ რამდენად ციფრული გახდა თანამედროვე სამყარო. თითქმის ყველა მოწყობილობა დაკავშირებულია ინტერნეტთან. ზოგჯერ ისეთივე სულერურიც კი, როგორიც არის კარის ზარი. ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროცესში ამ მოწყობილობების ინტერნეტში დაგროვილ ცოდნასთან დაკავშირება ნიშნავს, რომ მთელი ტექნოლოგიური გარემო კიდევ უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი ჩვენს მიერ ყოველდღიურად შესრულებულ ყველა საქმიანობაში. 21 საუკუნის ტექნოლოგია 21 საუკუნეზე კონტროლს აძლევს მას, ვინც მას საუკეთესოდ ფლობს და ამ სფეროში ერთი მეფეა. ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის ძალა დღეს იმ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ ამერიკელებს ხელი მიუწვდებათ შესაძლოა თანამედროვე ყველაზე მნიშვნელოვან გლობალურ ტენდენციაზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მისით არ გაჩენილა. ეს შედეგი თავგადასავლებითა და ძალაუფლებით მოწყურებული ევროპელებით დაიწყო, რომლებმაც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ფეხის დადგმიდან 2 საუკუნის შემდეგ გაწყვიტეს კავშირების უმეტესობა სამშობლოსთან და თავი ახალ სახელმწიფოდ გამოაცხადეს. თუმცა კავშირების გაწყვეტა არ ნიშნავდა წინაპრების მემკვიდრეობისა და მათი ცივილიზაციური მიღწევების
ფურცლების დავიწყებას. პირიქით, როდესაც მათ დაიწყეს ახალ ფურცელზე წერა ევროპის მარადიული დაპირისპირების მქონე ერებისგან განსხვავებით, მათ გამოიყენეს ამერიკის შიდა გეოგრაფიის მიერ შემოთავაზებული საოცარი ატრიბუტები, მისისიპის მდინარის სისტემის ხელმძღვანელობით და შედეგად წარმატება მხოლოდ დროის საკითხი იყო. ამის მიუხედავად პირველ ამერიკელებს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება უარი ეთქვათ ინიციატივაზე. მათი წარმატება არ იყო წინასწარ განსაზღვრული ხელსაყრელი ფაქტორებით. მათ დაეხმარნენ საკუთარ თავს ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში, როგორიცაა ჰაბილტონის სამრეწველო პოლიტიკა, მონობის გაუქმება ან მონროს დოქტრინა. არც ერთი მათგანი საერთოდ არ იყო აშკარა. ხელსაყრელი გეოგრაფიული პირობების თანხვედრამ ახალი იმპერიის პირველივე დღიდან ცივილიზაციურმა განვითარებამ და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მაღალმა ეფექტურობამ ამერიკა მწვერვალზე აიყვანა. ასეთი გადაწყვეტილებების სიმრავლე მართლაც არსებობდა. შეერთებულ შტატებში პოლიტიკური კლასი ათწლეულების განმავლობაში შესანიშნავად მოძრაობდა რთული არჩევანის ლაბირინთში და ხშირად სწორადაც ახერხებდა მათ გამოყენებას. ისინი მართლები იყვნენ, როცა ქვეყანაში ნაცისტი მეცნიერები ჩაიყვანეს. ისინი მართლები იყვნენ, როცა ბრეტონ-ვუდსის სისტემა შექმნეს. ისინი მართლები იყვნენ, როცა იზოლაციონიზმიდან გამოვიდნენ და მსოფლიოში პირველობის პალმა აიღეს. ეს ყველაფერი ნიშნავდა, რომ ამერიკაში უდიდესი ნიჭის მქონე ადამიანები ჩადიოდნენ, რომელთა საქმიანობაც უძლიერესი კაპიტალის მქონე ბაზრის მამოძრავებელი ძალა იყო, რომელიც დოლარის დომინანტური როლის წყალობით გაიზარდა, რაც თავის მხრივ პლანეტა დედამიწაზე ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალაზე იყო დაფუძნებული, რომელიც პლანეტა დედამიწის მთელ ოპერაციულ სისტემას მოიცავდა. იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკელებს დიდწილად კვლავ აქვთ ეს უპირატესობები და ჩინეთი მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ენთუზიაზმით მიიწევს წინ, შინაგანად ნელ-ნელა ანელებს ტემპს. ექსპერტების დიდი ნაწილი თვლის, რომ სწორედ ამერიკაა უპირატეს პოზიციაზე ამ იმპერიულ რბოლაში. რა თქმა უნდა, ამაზე არ დათანხმება საკმაოდ რთულია. სუბიექტურად და აგრეგირებული შეფასების შემდეგ სწორედ ამერიკელები არიან ისინი, ვისაც კვლავ აქვთ ყველა ძირითადი ინსტრუმენტი, მათ შორის ნიჭი და ინოვაცია, ნედლეული, თუმცა მათ აქვთ პრობლემები ამ მიმართულებებზე, კაპიტალი და ძალისმიერი განხორციელების სამხედრო შესაძლებლობა. თუმცა ტრამპმა აჩვენა, რამდენად მყიფე შეიძლება აღმოჩნდეს ეს წესრიგი, როდესაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ შიდა სიტუაციას. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ზემოხსენებულ უთანასწორობებს. ტრამპი ხელისუფლებაში მოიყვანეს სისტემის გარეთმყოფებმა. მას უმეტესად საზოგადოების ნაკლებად უზრუნველყოფილი ნაწილი უჭერდა მხარს. ასევე მას მხარს უჭერდნენ ახალი მედიის ბარონები, როგორიც არიან ილონ მასკი ან ჯო როგანი, რომლებიც ასევე არ აიდენტიფიცირებდნენ თავს ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ სოციალურ კონტრაქტთან და ცვლილებებს უჭერდნენ მხარს. დემოკრატები იყვნენ სტატუს-კვოს ვარიანტი, რომელიც ერთხმად იქნა უარყოფილი. უფრო მეტიც, დღესაც კი ტრამპის აბსურდული ნაბიჯების შემდეგ დემოკრატებისადმი ანტიპათია ძლიერი რჩება. მათ არ აქვს წარმოდგენა, როგორ შეცვალონ საზოგადოებრივი განწყობა და ეს უკიდურესად რთული მომენტია. სიმდიდრის გადანაწილება, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიედინება, უკიდურესად უთანასწოროა და ეს, როგორც ისტორიიდან ვიცით, რევოლუციის საწვავია. ტრამპი იყო ოპოზიციის ხმის პირველი აქტით გამოხატვა და როგორც ჩანს, ეს ქმნის სივრცე სრული ანარქიისთვის. არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ იმ მსოფლიოშიც, რომელიც ამერიკელებმა შექმნეს. პრობლემას კიდევ უფრო ამზაფრებს ის ფაქტი, რომ ტრამპი არის აქტორი, რომელიც ამ არეულობას საკუთარი ეგოისტური მიზნებისთვის იყენებს და არა ნამდვილი ცვლილებებისთვის. შედეგად ხდება ამერიკული ისტებლიშმენტის ეფექტიანობის დეგრადაცია, რომელიც ბოლო 200 წლის განმავლობაში ამერიკის წარმატების საფუძველი იყო. ეს ჩანს მაგალითად იმაში, თუ რამდენად დაბნეულია ვაშინგტონის საკუთარი პოზიციის განსაზღვრაში მსოფლიო არენაზე. ამერიკელებს არ სურთ დაიცვან ის წესრიგი, რომელიც თავადვე შექმნეს, რადგან ეს ფულს და რესურსებს მოითხოვს, ხოლო მეორე მხრივ სურთ შეინარჩუნონ ყველა ის სიკეთე, რაც ამ წესრიგმა მოიტანა, მაგრამ შეუძლებელია ორ კურდღელს მისდევდე და ორივე დაიჭირო. რაც უფრო დიდხანს არ მოგვარდება სოციალური კონტრაქტისა და სიმდიდრის უთანასწორო გადანაწილების პრობლემა, მით უფრო დიდხანს გაგრძელდება ამერიკის ინერციის პერიოდი ეფექტური პოლიტიკის განსაზღვრაში და ამავდროულად ამერიკული ჰეგემონიის ეროზიის პერიოდიც. ყველა დისკუსია ტარიფებზე, ინდუსტრიულ პოლიტიკაზე ან დოლარის როლზე მხოლოდ უფრო ღრმა, შიდა პრობლემების პროდუქტია. უმრავლეს მყარ მაჩვენებლებს თუ დავეყნობით, ამერიკელები იყვნენ და კვლავაც არიან ყველაზე ძლიერი იმპერია მსოფლიოში. ტექნოლოგიები, კაპიტალის ბაზრები, ტალანტები, სამხედრო სფერო, ამ ყველაფერს შეკავშირება ამერიკელებმა ერთ-ეფექტიან წარმატების ალგორითმად მოახერხეს. თუმცა წარმატება არაა სამუდამოდ გარანტირებული და გზად წინააღმდეგობებიც ჩნდება. ამერიკულ წარმატების გზას, რომელსაც კაპიტალისტური ძალა ამოძრავებს, თან დაერთვის მდიდრების ღარიბებზე დომინირების ტვირთიც. მოვლენები იმ წერტილს უახლოვდება, როდესაც ამის შესახებ საბოლოოდ რაღაც უნდა გაკეთდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში
სერიოზული შედეგი იქნება. დაახლოებით 100 წლის წინ ამერიკელები მსგავს სიტუაციაში უკვე იმყოფებოდნენ. მაშინ ფრანკლინ დელანო რუზველტის ახალი კურსის რეფორმებმა შეამსუბუქა დაძაბულობები და უთანასწორობები, რამაც საფუძველი ჩაუყარა ამერიკის ოქროს ხანას. თუ ამერიკელები სათავეში არიან, მაშინ მათ ზურგს უკან ჩინეთი იმალება, რომლის საზოგადოება ჯერ კიდევ წარმატებისა და ცხოვრებისეული მდგომარეობის გაუმჯობესების წყურვილით არის სავსე. შუა სამეფოში დღემდე ამაყობენ იმით, რომ ქვეყანა ტოტალური სიღარიბიდან გამოვიდა და დღეს მსოფლიოში წამყვან ძალადაა წარმოჩენილი აშშ-ს თანასწორად. და ეს სიმართლეა. ჩინეთს მართლაც მრავალი არგუმენტი აქვს თავის სასარგებლოდ. ტექნოლოგიური პროგრესი შთამბეჭდავია, ინფრასტრუქტურა შესაძლოა საუკეთესო მსოფლიოში. სამხედრო ძალით ჩინელები მხოლოდ ამერიკელებს ჩამორჩებიან. ამას დაუმატეთ AI, იშვიათი მიწის ელემენტები, ელექტრომობილები, ელექტრონიკა და სხვა. ჩინეთის სასარგებლოდ უამრავი ფაქტორია, მაგრამ მის საწინააღმდეგოდ დგას ერთი უზარმაზარი პრობლემა, თავად სისტემა. ჩინეთმა ბოლო 50 წლის განმავლობაში შესანიშნავად მოახერხა ბაზრის იმპულსებზე მორგების უპირატესობა და სოციალურ კონტროლზე ორიენტირებული ცენტრალური ჩარევების შეთავსება. ამას თუ დაუმატებთ მაოს კულტურული რევოლუციის შემდეგ უკიდურესად დაბალ საწყის ბაზას, მივიღებთ რაკეტას, რომელმაც ჩინეთი გეოპოლიტიკურ ორბიტაზე გაიყვანა. თუმცა პრობლემა ისაა, რომ ამ რაკეტის საწვავი როგორც ჩანს იწურება, მაგრამ დედამიწის მიზიდულობა კვლავ მოქმედებს. პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩინეთის ეკონომიკური მოდელი წყვეტს მუშაობას და ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ის აღარ მუშაობს, თავად კომუნისტური ჩინეთის სისტემაა. გრძელვადიან პერსპექტივაში თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა ყოველთვის მოუგებს ცენტრალურად კონტროლირებად ეკონომიკას, ხოლო ჩინეთის ეკონომიკაზე კონტროლი სულ უფრო მძაფრდება, რადგან მისი ზრდის ძირითადი სტიმულები იწურება. ინვესტიციები, რომელთა შემოსავალის დღითიდღე იკლებს, ან ზარალით იცვლება, მაგალითად უძრავი ქონების სექტორში, ან იაფი მუშახელის გამოყენება, კეთილგანწყობილი ეკონომიკური გარემო, რომელიც ჭარბჩინურ ექსპორტს იღებს. სი ძინპინი შესაბამისად ცდილობს შეინარჩუნოს ჩინეთის მარშის ზრდა, მაგრამ ეს ყოველდღიურად უფრო რთულდება. ამას დაუმატოთ ისიც, რომ ჩინეთი კვლავაც დიდწილად ღარიბი ქვეყანაა, რომელიც მალე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი საზოგადოება იქნება და მოსახლეობას 2-3-ჯერ შეუმცირდება. ასეთ ფონზე TikTok-იდან ნაჩვენების შთამბეჭდავი დროინდან გადაღებული კადრები შედარებით ნაკლებ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამის შედეგად პარადოქსულად ჩინეთი ნაწილობრივ BDSM-ს მოგვაგონებს. სტატუს-კვოს შენარჩუნების სურვილი მოგვარებული პრობლემების დაგროვებით მთავრდება, თუმცა BDSM-ისგან იმით განსხვავდება, რომ ძირითადი პრობლემები უფრო ადრე ნაკლებად მდიდარ სტადიაში გაჩნდა. ჩინეთი გამდიდრებამდე ბერდება. რომ შევაფასოთ, ამერიკული პრობლემა უფრო ადვილად მოსაგვარებელი ჩანს ვიდრე ჩინური. ამერიკა მდიდართა პლუტოკრატიაა. თეორიულად მდიდრებს ერთ მომენტში მოუწევთ დათანხმდნენ სიმდიდრის გარკვეულ გადანაწილებაზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ემუქრებათ მთელი ქონების დაკარგვა, მაგალითად ომის შედეგად. ხოლო ჩინეთი პარტოკრატიაა, ანუ ავტორიტარული ერთპარტიული სისტემა, რომელშიც რეალური ძალაუფლება პარტიულ ბიუროკრატიულ ელიტას უჭირავს. ეს კი ბევრად უფრო რთულად გასაყოფია ვიდრე მატერიალური სიმდიდრე. ელიტაში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და ხელოვნურად გაზრდა შეუძლებელია. იზრდება საფრთხეები, რომელიც ძალაუფლებას ეჭქვეშ აყენებს და ანალოგიურად უკვე სულ უფრო იკვეთება განვითარების ნაკლებად სწრაფი ტემპი. თუ ჩვენ ცოდნას მხოლოდ მედიის სათაურებიდან მივიღებთ, ევროპა ამ დუეტს ჩამორჩება. მისი კაპიტალის ბაზრები ფრაგმენტირებულია, მისი სამხედრო შესაძლებლობები უმნიშვნელოა, მას არ გააჩნია საკუთარი ენერგორესურსები და მისი ყოფნა ხელოვნურ ინტელექტსა და დიდ ტექნოლოგიებში მოკრძალებულია. თუმცა როგორც ამ სტატიაში ვაჩვენებთ, ევროპა აუცილებლად არ არის განწირული შთანთქმისთვის. სამი დიდი იმპერიიდან თითოეულს თავისი აქილევსის ქუსლი აქვს. ამერიკისთვის ეს არის სიმდიდრის არათანაბარი გადანაწილება და გაღვივებადი დაძაბულობები, რომლებიც პოლიტიკურ ანარქიამდე მიდის. ჩინეთისთვის თავად პოლიტიკური სისტემა, რომელიც ბაზრის სიგნალებს უგულებელყოფს მმართველი დინასტიის შესანარჩუნებლად. ევროპისთვის მისი თანდაყოლილი თვისება, ნაციონალური დაყოფა. ზუსტად ეს გამოწვევებია და არა AI, ელექტრომობილები თუ სამხედრო ძალა ის, რომელზეც ძველმა კონტინენტმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოძებნოს პასუხი. მე განზრახ უწოდებ მას გამოწვევას და არა პრობლემას, რადგან ეს უბრალოდ თანამედროვე ევროპის თვისებაა და არა დისფუნქცია. ევროპა მუდმივად ცდილობს საკუთარი ბუნებრივი არსის გადაფარვას, გადაღებვას და ჩახშობას, მაგრამ რამდენი პირიც არ უნდა გადაატარო ტილოს ჭეშმარიტი საფუძველი მაინც მოძებნის თავის გზას დროის სიღრმეში. ამ სტაგნაციიდან გამოსვლის პირველი ნაბიჯია ამ ფაქტის მიღება და ევროპული პოლიტიკის ადაპტაცია რეალობისგან გამოგზავნილ
იმპერიულ სიგნალებზე. შემდეგ შეიძლება დავინახოთ, რომ ევროპის გაყოფა, ევროპის დივერსიფიკაცია შეიძლება ჩამოყალიბდეს. ამის შემდეგ ახალი ევროპული საერთაშორისო შეთანხმება დახასიათდება სხვადასხვა პოლიტიკური გამტარობით, რადგან თითოეული ქვეყანა და საზოგადოება განსხვავებულია და შესაბამისად განსხვავებული მიდგომებია საჭირო. ეს იძლევა შესაძლებლობას გამოიცადოს განსხვავებული გადაწყვეტილებები და განვითარების მოდელები. ყველა თავისთავად ეთანხმება, რომ ევროპული ერები პირველ რიგში საკუთარ ევროპულ ინტერესებს მისდევენ. ღია აზროვნების მქონე ევროპული ერები კი თანმხვედრ ინტერესებს ეძებენ. იქნება ეს მსურველთა კოალიციების ფარგლებში, მაგალითად რუსეთთან მიმართებაში, თუ იმპერიული ინტერესების, ანუ ძირითადი თავდაცვითი ქმედებების ფარგლებში, მსხვილი გეოპოლიტიკური აქტორების წინააღმდეგ და ევროპული იმპერიის ეკონომიკურ-ინდუსტრიული ექსპანსიის ფარგლებში. როდესაც განხეთქილების საკითხს გადავწდებით, ჩვენს წინაშე საკმაოდ მოწესრიგებული, ეგალიტარული საზოგადოების მაღალი ინდუსტრიალიზაციის ან ცივილიზაციური მემკვიდრეობის სურათი იშლება. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, ფართოდ გავრცელებული ხუმრობის მიხედვით ევროპას მსოფლიოს ღია ცის ქვეშ განთავსებულ მუზეუმს უწოდებენ. მაგრამ მოდით ამას სხვა პერვერსიული თვალით შევხედოთ. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კაცობრიობა ნამდვილობას და ადამიანის გენიალურობის ძიებაში ჩაეფლობა და სწორედ მაშინ ჩახლართული თეორიულად არაპრაქტიკული ევროპული ქალაქები კიდევ უფრო მეტ პოპულარობას მოიპოვებენ კაცობრიობის თვალში. ევროპა შეიძლება იყოს არამხოლოდ ტურისტული დანიშნულების ადგილი, არამედ საუკეთესო ადგილი საცხოვრებლად, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ დისტანციური მუშაობის მზარდ შესაძლებლობებს. შევადაროთ ეს მაგალითად უსულო, ახალ ჩინურ საცხოვრებელ კომპლექსებს. ამდენი რამ შეიძლება გადაიხედოს. ზოგად სურათზე გადაფარებულია მძვინვარე გეოპოლიტიკური რყევების რისკიც. ევროპის შემთხვევაში ესაა უკრაინის ომი რუსეთთან. იმავდროულად ჩინეთსა და ამერიკას აქვთ საკუთარი მეტოქეობა პოტენციურად კიდევ უფრო დრამატული შედეგებით. თუმცა უკვე დღესაც სავაჭრო ომები ორივე მოთამაშეს ძალიან მტკივნეულად ურტყამს. ამ იმპერიულ დაფაზე ღირს უფრო დიდ და პატარა მოქმედ პირებსაც შევხედოთ, რომელთა პოტენციალი საყურადღებოა. აზიის ახალი თუ ძველი ვეფხვები, როგორიცაა იაპონია, კორეა, ინდონეზია და ვიეტნამი, თურქეთი, არაბეთი თუ ირანი ახლო აღმოსავლეთში. ევროპას თავზე წამომდგარი რუსეთი, აშშ სამხრეთით მექსიკა და ბრაზილია და ბოლოს ჯერ კიდევ მოუთვინიერებელი აფრიკა. ყველა ეს მოთამაშეც ამატებს უამრავ ფაქტორს, რომლებმაც სცენარის მიხედვით შეიძლება დადებითად ან უარყოფითად იმოქმედოს მოცემული ძალთა ცენტრის პერსპექტივაზე. ჯერჯერობით გარემო თითქოს ჩინეთის მაღალი ეკონომიკური ბრუნვის და აშშ-ს ბუნებრივი მეტოქეების არარსებობის სასარგებლოდ მოქმედებს, ხოლო ევროპისთვის პრობლემას წარმოადგენს რუსეთი, ახლო აღმოსავლეთი და მიგრანტები, მაგრამ ყოველთვის ასე იქნება? რა თქმა უნდა, არა. ამრიგად საბოლოოდ დაუბრუნდეთ ხსენებულ იმპერიულ ციკლს. პირველი შეხედვით შეიძლება ითქვას, ამერიკელები ზენიტის ფაზაში არიან, ჩინელები ზრდის ფაზაში. ევროპა კი დაღმასვლის ფაზაშია. ამერიკის შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ მდგომარეობა კარგია, მაგრამ მხოლოდ გაუარესებისკენ წავა. თუმცა ეს ხომ არ არის გარდაუვალი. თუ ამერიკელები შიდა პრობლემებს ეფექტურად მოთოკავენ, როგორც ეს 100 წლის წინ მოხდა და AI-დან მომდინარე ძალასაც სწორად გამოიყენებენ, ამერიკას სულაც არ მოუწევს პირველობის ალაფის დათმობა. აგრეთვე არ ვიჩქარებდი ამერიკის წყნარი ოკეანის გაღმა-გასვლას, ანუ იზოლაციონიზმის გარდაუვალ მოვლენა და ეს საკითხი ჯერ კიდევ განვითარებადია. ჩინეთის შემთხვევაში მიმდინარე ფაზა შუა სამეფოს აღმავლობის ტრენდზე აყენებს და პოტენციურად ნიშნავს პირველობის ალაფის ხელში ჩაგდებას, მაგრამ პრობლემების სიმრავლემ შეიძლება ეფექტიანად შეუშალოს ამას ხელი. ეს კი ნიშნავს, რომ პეკინი არა ზრდის, არამედ უკვე თავის ზენიტის ფაზაშია. ზენიტის, რომელიც ამერიკულზე ქვევით დგას. ევროპა ამ ბორბალზე დაღმავლობის ფაზაშია და თუ გავითვალისწინებთ მის პოზიციას მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ამას ვერ უარყოფ. თუმცა დასავლეთ ევროპამ დამანგრეველი ომების შემდეგ შეძლო 4 ათწლეულის განმავლობაში 1980-იანი წლებისთვის იმდენად სწრაფი გარდაქმნა, რომ მისი ერთობლივი მშპ ისევ მსოფლიოში დომინანტი გახდა. დაცემა სიზარმაცესა და უძლურებას ნიშნავს. ამასობაში ევროპაში აშკარად შეინიშნება მოძრაობა, თუმცა მისი შედეგები ჯერ კიდევ უმნიშვნელოა. თუმცა დემოკრატიული სისტემა ნიშნავს, რომ თუ ამჟამად პოლიტიკური კლასი ვერ იპოვის გამოსავალს, მის შემდეგ სხვა დადგება, როგორც ცვალებად პირობებთან ადაპტაციის შემდეგი iterაცია. ძველი სამყაროს ღიაობა ხშირად სისუსტედ აღიქმება, თუმცა შვედი ისტორიკოსი იოჰან ნორბერგი თავის წიგნში ადამიანის პიკი, რომელიც იმპერიების აღზევებასა და დაცემას აღწერს, სხვა მოსაზრებას გამოთქვამს. წიგნი სექტემბერში გამოვა, თუმცა The Economist-ის მიმოხილვაში პერიოდული გამოცემა იუწყება. ნორბერგი თვლის, რომ კონკურენციაში გამარჯვებულმა იმპერიებმა ეს იმიტომ შეძლეს, რომ უფრო ღიანი იყვნენ, ვაჭრობის, უცხოელების და იმ იდეების მიმართ, რომლებიც სტატუს-კვოს ეჭვქვეშ აყენებდა. როდესაც ისინი კვლავ დაიხურნენ, მათ დაკარგეს ყოფილი ბრწყინვალება. ათენი ამის საუკეთესო მაგალითად გამოდგება. ათენი მხოლოდ დემოკრატიის აკვანი არ იყო, მათი კეთილდღეობა უძველესი სტანდარტებით ძლიერი ლიბერალიზმიდან მომდინარეობდა. მხოლოდ 2%-იანი მოკრძალებული ტარიფებითა და უცხოელებთან ღია მიდგომით, ქალაქ სახელმწიფომ უპრეცედენტო ეკონომიკურ
ტექნიკური შესაძლებლობების შექმნა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ სირიიდან ჩამოსული ყოფილი მონა პასიონი მის ერთ-ერთ უმდიდრეს მაცხოვრებლად იქცა. კანადური ანალიტიკური ცენტრის ფრეიზერის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული მეტრიკის მიხედვით, ძველ ათენში ეკონომიკური თავისუფლების დონე აღემატებოდა ყველა თანამედროვე ქვეყნის მაჩვენებელს, მათ შორის ჰონკონგსა და სინგაპურსაც კი. როგორც ნორბერგი აჩვენებს, რა თქმა უნდა, გონივრულად დაწესებული ბარიერები, მაგალითად სატარიფო ან ფიზიკური, სასარგებლო ინსტრუმენტია, მაგრამ მათმა გადაჭარბებამ შეიძლება შინაგანი კოლაფსი გამოიწვიოს. სხვა ძირითად ფაქტორებად ავტორი აყენებს მერიტოკრატიას და კანონის უზენაესობას, ტოლერანტობას და ან ინტელექტუალურ თავისუფლებას. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ არაფერია სამუდამო მოცემულობა. ძალაუფლების სამივე ცენტრი მეტნაკლებად შეგნებული ადაპტაციისა და ტრანსფორმაციის უწყვეტ ციკლშია. თუ გარკვეულ ეტაპზე ისინი შეწყვეტენ თავიანთი პრობლემების შემოქმედებითი გაწყვეტილებების შეთავაზებას, ისინი ეცემიან. გარკვეული ხნით, ანუ 1 ან 2 საუკუნით, როგორც ცინის დინასტიის ჩინეთი, ან სამუდამოდ, როგორც აბასიანთა იმპერია. მაგრამ შეგვიძლია კი საბოლოოდ ვიცხოვროთ ისეთ სამყაროში, სადაც ეს სამი იმპერია გარკვეულ ბალანსსა და ჰარმონიაში თანაარსებობს? დიახ, ვფიქრობ, რომ ეს გარდაუვალია. ეს არ ნიშნავს, რომ დაძაბულობა და კონფლიქტები გაქრება, მაგრამ საუკუნეების ან ათწლეულების განმავლობაში შესამჩნევია გლობალური დაახლოების ტენდენცია, რომლის უკანას ტექნოლოგიური, კულტურული, ეკონომიკური თუ მორალური ცვლილებები დგას. უკანასკნელზე რომ ვთქვათ, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ კანის სფეროს შეეძლო განესაზღვრა, რომ ვინმე ადამიანის უარეს ჯისმი ეკუთვნებოდა და უფრო მეტიც, ადამიანის სხვა ადამიანის სულის საკუთრება შეიძლება ყოფილიყო. შესაბამისად, თუ ანალიტიკურ წარმოსახვას ავამუშავებთ და ასეულობით თუ არა ათასეულობით წლიან ჰორიზონტს ავიღებთ, დღევანდელი დაყოფები, მაგალითად ეროვნული, შეიძლება სრულიად გაუგებარი იყოს ჩვენი შთამომავლებისთვის. მით უმეტეს, რომ კოსმოსის ეფექტიანი შესწავლა გლობალურ კონსენსუსს მოითხოვს და როგორც ევროპელი ერები ოდესღაც იძულებულნი იყვნენ და არიან კიდეც საერთო შესაძლებლობებისა და საფრთხეების წინაშე ურთიერთგაგებისა და ერთობის გზები ეძებონ, ასევე ყველა ერი იძულებული იქნება ასე მოიქცეს იმ გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე, რომელსაც სამყაროს უსაზღვროება უყენებს და მაშინ შეიძლება აღარ ვისაუბროთ ამერიკულ, ჩინურ ან ევროპულ იმპერიაზე, არამედ დედამიწის იმპერიაზე. გმადლობთ, რომ ვიდეოს უყურეთ ბოლომდე. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო, თუ გსურთ, რომ ხარი დაგვიჭიროთ, ამისთვის რეკვიზიტებსაც დავტოვებთ კომენტარებში. ძალიან დიდი ენერგია და დრო მიაქვს თითოეული ვიდეოს გაკეთებას, განსაკუთრებით კი 1 საათიანი ვიდეოს გაკეთებას, ამიტომ თქვენი მხარდაჭერა ძალზედ მნიშვნელოვანია. ასევე არ დაგავიწყოთ, გამოიწეროთ ჩვენი Telegram არხები, YouTube ეს არის, საოცრებად გამოიწერეთ და მოიწონეთ. TikTok-ით შეგიძლიათ გამოიწეროთ და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.